გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? ვიცი, არა გვიშავს მეგი მასწავლებელა. ვიცი, ვართ რა. რატომ ხართ მოწყენილები? არაფერია მეგი მასწავლებელა, ისე რა უბრალოდ. მეგი მასწავლებელა არ მოგაქციოთ ყურადღება, არ მოგაქციოთ რა, ჯობია. კი, მაგრამ მთელი გადაცემა ასე ხომ არ იქნებით. მითხარით რა მოხდა? უთხარი ბეგი, უთხარი რა. კარგი, გეტყვით. აბა გისმენთ ბეგი. სანამ გადაცემა დაიწყებოდა, მე და ბეგო საუბრობდით კოსმოსზე. რა მაგარია მეგი მასწავლებელო, კოსმონავტებს შეუძლიათ კოსმოსში მოგზაურობა, დააკვირდნენ და შეისწავლონ პლანეტები. აბა, შეუძლიათ აი ზემოდან დაათვალიერონ და უყურონ ჩვენ საოცარ დედამიწას. მართლა ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ რატომ მოიწყინეთ? მეგი მასწავლებელო, კოსმონავტობა ხომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია. გამოდის რომ ჩვენ ცხოველები ვერასდროს გავხდებით კოსმონავტები. ხო და აი ამიტომაც მოვიწყინე. იცით როგორ მოვიწყინე ძალიან მეგი მასწავლებელო, ძალიან ბეგო და ძალიან. ბეგი, მოსაწყენი არაფერია. უნდა გაგახაროთ. რა, რითი მეგი მასწავლებელო, რითი. იცით თქვენ რომ პირველად კოსმოსში ცხოველებმა იმოგზაურეს? ცხოველებმა? ცხოველებმა როგორ მეგი მასწავლებელო? აი ასე, ესენი იყვნენ ძაღლები, ბელკა და სტრელკა. ბელკა და სტრელკა? ბელკა და სტრელკა. დიახ, აბა, ჩახედეთ პლანშეტს. ჩახედე. ბეგი. ბეგო! ბეგი ნახე რა მაგარი ძაღლები არიან. აუ, მეგი მასწავლებელო, გამოდის რომ პირველი კოსმონავტები ცხოველები იყვნენ. ასეა ბეგო. რა მაგარია. აუ, მეგი მასწავლებელო, იცით რა კარგ ხასიათზე დავდექი ახლა რაღაცა ძალიან მაგარ ხასიათზე. ძალიან კარგი. მეც. მეგი მასწავლებელო, აი ახლა კი სიამოვნებით მოგისმენთ. აუ, გითხარით რა მეგი მასწავლებელო, ერთი სული მაქვს. გამიგო, ვინ იქნება დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი? აუ, დიახ, გითხარით რა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება ის, რითაც ძაღლებმა, ბელკამ და სტრელკამ კოსმოსში იმოგზაურეს. რაკეტა! რაკეტა! მართალია ბეგო, რაკეტა. აბა შეხედეთ. დიახ, უყურებ. რაკეტა! ნახე ბეგო. აუ, ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. შესანიშნავი რაკეტა. ნახე, დაბლა სიტყვაც წერია რაკეტა. ანუ ჩვენ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა რ. ასეა ბეგი. აუ, ბეგი, ერთი წუთით ნახე, აი, რაღაც უცნაური თანხმოვანია. აი, ბევრჯერ როცა იმეორებ, თითქოს აი ძრავი იყოს, ძრავის ხმას მაგონებს. ბეგი, წამოდი გავფრინდეთ. ბეგო და ბეგი რა საფარლები ხართ? აბა, ახლა მითხარით, რა ვიცით რაკეტის შესახებ? აუ, ბეგი, მე დავიწყებ რა, დაიწყე. ახლა მეგი მასწავლებელო, ესე იგი, რაკეტით კოსმონავტები კოსმოსში მოგზაურობენ და იმისთვის რომ ისინი იქ დასულები იყვნენ, სპეციალური ტანსაცმელი სკაფანდრი აცვიათ, ხოლო თავზე ჩაფხუტი აქვთ, რა ქვია, ახურავთ ხო ჩაფხუტი. ძალიან კარგი, ყოჩახ ბეგო. მეგი მასწავლებელო, კოსმონავტები რისგან უნდა იყვნენ დაცულები? იცი რა ბეგი, ჩვენს გაკვეთილს ძალიან რომ არ გადაუხვიოთ, მოდი მოკლედ გეტყვი. დიახ, მაღლა კოსმოსში დედამიწისგან განსხვავებით სულ სხვა პირობებია. ამიტომ კოსმონავტების სიცოცხლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური ეკიპირება. ეკიპირება. ეს ეკიპირება რა არის? ეკიპირება. გეტყვით. ეკიპირებაში შედის ის, რაც ბეგომ წეღან უკვე ახსენა. დიახ, ახსენე. ეს გახლავთ სკაფანდრი, ჩაფხუტი და კიდევ სხვადასხვა მოწყობილობა, რაც კოსმონავტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა კარგად აგვიხსნა მეგი მასწავლებელმა, დიდი მადლობა. მეგი მასწავლებელო, მე მაქვს ერთი კითხვა, შეიძლება? რა თქმა უნდა, ბეგო, გისმენთ. თქვენ ახსენეთ, რომ პირველად კოსმოსში ძაღლებმა, უბრალოდ აი ცხოველებმა, ბელკამ და სტრელკამ იმოგზაურეს, მაგრამ მე მაინტერესებს, ვინ იყო ის
ადამიანი, რომელმაც პირველად დავამატებ ცხოველების შემდეგ იმოგზაურა კოსმოსში. აუ, მეგიმასწავლებელი კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რა. ესე იგი ჩვენ ცხოველებმა წარმოგიდგენიათ კაცობრიობის ისტორიაში რა მხელა რაღაც გავაკეთეთ, აუ რა მაგრები არის ცხოველები. ახლა კიდე აი ჩემ კითხვას გაიცით პასუხი თუ შეიძლება. ბატონო, სიამოვნებით ბეგო. ეს ადამიანი გახლდათ იური გაგარინი. იური გაგარინი. ბეგი შენ დაიმახსოვრე იური, მე დავიმახსოვრებ გაგარინს. კარგი, დავიმახსოვრე იური. გაგარინი. ბეგო და ბეგი. მოდი ახლა ის ადამიანიც ვახსენოთ, ვინც მთვარეზე პირველად დაადგა ფეხი. აუ, კირა, ვახსენოთ. მეგიმასწავლებელო, ერთი ფეხი დაადგა თუ ორივე ფეხი? ორივე შეწარმოიდგინა. ორივე ფეხი. სახელიც გაინტერესებს აუ, ალბათ. ძალიან გაინტერესებს. კარგი, გითხარით. კარგი. ეს იყო ნილ ამსტრონგი. ნილ ამსტრონგი. გასაგები. აუ, მეგიმასწავლებელო, ადამიანებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ რაღაცას ვიტყვი რა. ჩვენ ცხოველები რომ არ ყოფილიყავით, ადამიანები, აი თქვენ ამას ვერ მიაღწევდით, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ მოხერხდა ეს ყველაფერი. მართალი ვარ მეგიმასწავლებელო? მართალია დაგეთახმო ბეკო. მართლაც ცხოველების ბელკას და სტრელკას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ ადამიანებსაც ემოგზაურათ კოსმოსში. აი, ამაგრები ვარ. იცი რა? მე მგონი ჩვენს გაკვეთილს უნდა დავუბრუნდეთ. აუ, კი, დავუბრუნდეთ, ვუყურებთ პლანშეტს. სიამოვნებით მეგიმასწავლებელო. ნახოთ როგორ იწერება ასუბგერო რ. ნახოთ. აი ასე. აუ, მართლა არის. აი, ასე. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აუ, დიახ რა. კი, გაჩვენებ. ყურადღება. აი, ხედავთ? დიახ. აი, ასე. მენიერი ასობია. ბეგი, ჩვენ ახლა გველოდება ანიმაცია რაკეტაზე. მოვემზადოთ, ჩავიცვალთ სკაფანდრები, დავიხუროთ ჩაფხუტები და გისმენთ მეგიმასწავლებელო, აბა გიყურებთ. ჩაო, გვირთეთ. ერთი სული მაქვს, ერთი სული როდის ვნახოთ ამ ანიმაციას. მაშინ ვღარ ვაგვიანებთ, ვნახოთ. ნახოთ. Damagla, planetებს ვნახავთ და ფარზე გავალ. ჩვენ ხოლმე კოსმონავტები დავინავთ სწრაფი რაკეტი. ზემოდან პატარა შანსლება მიწა, უსამხოდ რომ ვიყოთ სკაფანდრი ვისას. ჩვენ ხოლმე Rockety. აუ, ბეგი მასწავლებელო. ბეგი, მე ხო ვამბობდი რომ ძალიან მაგარი ანიმაცია იქნებოდა, ხო მართალი ვიყავი? ძალიან და სიმღერაც ძალიან კარგი იყო. სიმღერა იყო არაჩვეულები, მოდი, იცი საიდან ვიმღეროთ? საიდან? აი იქიდან, ჩვენ ხომ ვართ კოსმონავტები. Დავფრინავთ სწრაფი რაკეტით. აუ, მეგიმასწავლებელო, მე მგონი ჩვენს გადაცემას ძალიან მოუხდება. რა იყო? აბა ბეგი შენ ვერ მივხვდი რა მოუხდება? რა მოუხდა? მეგიმასწავლებელო, გონი ისევ ლექსი დაწერა ბეკო. აი ბეგი, იმიტომაც მიყვარხარ მე შენ ძალიან ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ხდები ყველაფერს ახლავე ძაღლების ქარდა ვერავინ გაბედა გამოეცადა პირველად რაკეტა. ოჩა! აი ასე. ნახე ცხოველები რა მაგრები ვარ. ძალიან მაგრები ვარ, აბარა, ყველაზე მაგრები. აბარა. მოდი ახლა მოვიფიქროთ ისეთი სიტყვები,
სადაც ასობგერა რს გარდა ჩვენს მიერ უკვე ნასწავლის სხვა ასობგერებიც იქნება გამოყენებული. კარგი აზრია და მე დავიწყებ შეიძლება. რა კარგია ბეგი, მე მოვიფიქრებ სიტყვებს. კარგი. სარკე. საკვამური. და ფურნე. შვენიერია. ბეგი, რომელი სიტყვა თქვი? ფურნე. ერთი წუთით ლექსად უნდა შეგეკითხო, შეიძლება? რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, თურმე ბეგო არიცის ფურნე. არის ფურნე მითხარი რა ბეგია. აუხსენი ბეგი, აუხსენი. პურის საცხობ ღუმელს ფურნე ჰქვია. გასაგები უნდა დავიმახსოვრ, რა კარგი. ძალიან ფურნე. ახლა ჩემი ჯერია. გისმენთ? მე მოვიფიქრე სიტყვა რვაფეხა. რვაფეხა? დია ბეგო? სახურავი. ოჩა? სახურავი და კარგით რა დამანებეთ რა თავი რა კიდო რა. ვისაჩხუბები ბეგო? ვისაჩხუბები? აბა ვის ვეშხუბები ვის აბა რა უნდა რა დამანებოს რა თავი რა. მე სულის ხოლმე სიტყვებს. კებელი ღრუბლები მეგიმასწავლებელო. ისევ რა. მე ვყავარ მეგიმასწავლებელო ამოჩემებული. მინდა სხვა სიტყვა მოვიფიქრო არ გამოდის. იცით რომელი სიტყვა მითხრა? რომელი ბეგო? კრემი. კარგი რა ღრუბელო დამანებეთ ამდი რა მიხედე შესაქმეებს რა. ბეგო მშვენიერი სიტყვა. ხო მაგრამ რა კიდე რაღაცას მეუნა. შოკოლადის კრემიო. კარგი რა ეს უკვე მეტია ღრუბელო რა. ბეგო, ყველაფერს ღრუბლებს ნუაბრალე. აბა მისი ბრალია, ჩემი ბრალი ხო არ არის კარგი რა ბეგი რა წედა. გავიბუტები ახლა მე რა. ბეგო და ბეგი, ძალიან კარგი სიტყვები მოიფიქრე. ძალიან კარგი. ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ბავშვებო, არ ვიცი რა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ რა. ჯერი იმითი ვარ კმაყოფილი რომ პირველი კოსმონავტები ჩვენ ვიყავით ცხოველები და მე კიდევ იმდენი საინტერესო რაღაც გავიგეთ დღეს და ჩვენი ცოდნის კედელი ივსება. ასოებით. ასე რომ კარგად იყავით ჩემო საყვარლები და ძვირფასებო. ბავშვებო, თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი. სადაც ირაკლის აწყობილი სულ ახალი თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის მხიარულ სამყაროში. ნახვამდის. მინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა. ჩვენ ვართ ბეგო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება. როგორ ამოდის მთვარე და სად ეშვება მზე. სად ეშვება? როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე. სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით. მერე უნდა გავაფერადოთ. რას გავაფერადოთ? მაგარია. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს. ანიმაციებით გაგვართობს. მაგარი ანიმაციებს ნახავთ. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს. ძალიან ბევრ რაღაცას.